ახლა კი გადაცემაში ჩვენი გაბედული, შეუდრეკელი და რაინდული თვისებების მქონე ჟურნალისტი ჩაგვერთვება. გაბრიელმა აღმოაჩინა, რომ ავტოფარეხის უკან არასრულწლოვანი ბიჭები სიგარეტს ეწეოდნენ. გაბრიელი უბრალოდ ქუჩაში მიდიოდა, როდესაც კვამლი შენიშნა. ჯერ იფიქრა მწვავს სწავენო, მაგრამ მერე მიხვდა, რომ მწვავს ასეთი არაჯანსაღი და საშინელი სუნი არ აქვს. აბა ახლა ყველა გაჩვენდით. ტელევიზორში ჩემი ბიძაშვილი გამოდის. დიახ, მაქსიმე, თავის ხება არ მიყვარს, მაგრამ მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არაფერს მალავთ და ვიტყუებით. მე ახლა გავყვები კვამს და ვნახავთ რა ხდება ავტოფარეხის უკან. გაბრიელ, რა დაგემართა? რამე ხომ არ დაკარგი? ამ სიცივეში ქურთუკი ხომ გაცვია? პირიქით შევიცინე. არა მკითხე მოაბეო, მოამბეო, მიტყიპეს და მიაგდესო. მე უფრო მაგარი ვიცი, გაბრიელ, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.